მოგესალმებით, ეს არის სამთავრობო საინფორმაციო გამოშვება. ჩვენ კი მისი წამყვანები მაგდანა ანუკიშვილი, ვასილ ვარლამ ციკლაურიძე გახლავართ. ჩვენ საინფორმაციო გადაცემას ვიწყებთ გასაოცარი, გამაოგნებელი და სულის შემძვრელი მადლობით. გასაოცარი, გამაოგნებელი და სულის შემძვრელი მადლობა ჩვენი ერის მამას და მარჩენალს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბოდიში ჩვენი ყოფილი პროდიუსერის ნაკლები ფანტაზიისთვის, რათა მადლობის წინ სათქმელი მეტი ეპითეტი ვერ მოიფიქრა. სასიხარულო ინფორმაცია. ტრამპის ადმინისტრაციის წევრის მარკო რუბიოს ახლო ნათესავი ულოცავს ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას და აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ პრინციპების სრული დაცვით. გადაცემას ვაგრძელებთ არანაკლებ სასიხარულო ინფორმაციით. ჩატარდა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო ბედნიერების ინდექსით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველო ამ კვლევაში უსწრებს ფინეთს, მონაკოს, შვეიცარიას და სხვა ჩამორჩენილ ქვეყნებს. რუსთაველის გამზირზე 400-მდე ძლივ შეკრებილმა რადიკალმა დაუნდობლად ცემა 15,000-მდე სპეცრაზმელი, რომლებიც განსაკუთრებით დაუნდობელ სისათიკეებს ყვებიან. 15,000-ივე სპეცრაზმელი გადაყვანილია ინგო როყვას კლინიკაში და გადიან მკურნალობას. რადიკალები, რომლებიც აქციებისთვის ხალხს ვერ აგროვებენ, სთხოვენ მოსახლეობას, რომ აქციებზე გამოიყვანონ ჭარბწონიანი მომიტინგეები, რათა მაყურებელს ერთი მსუქანი ადამიანი რამდენიმე ადამიანად მოეჩვენოს და შეიქმნას ილუზია იმისა, რომ აქციებზე ბევრი ხალხი გამოდის. მიმდინარე აქციების დროს დაკავებულია ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც საკუთარ სახლში მაშხალები გაისროლეს. დაკავებულია უსამშობლო ცოლ-ქმარი, რადიკალი ბავშვები და გეიბებია. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოინახულა დაბულინგებული იმედის ჟურნალისტი, რომელიც ბულინგის სარეაბილიტაციო ცენტრშია მოთავსებული. მიხეილ ყაველაშვილმა პირობა დადო, რომ გაიხსნება დაბულინგებული იმედის თანამშრომლების და ჟურნალისტების დახმარების ფონდი. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ექიმებსაც გაესაუბრა. ექიმები იმედს გამოთქვამენ, რომ ჟურნალისტი გამოძვრება მძიმე ბულინგის მდგომარეობიდან, მაგრამ ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად გაბუტულია. სასწაული მოხდა დღეს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. 5 წლის თავზე ინსტრუქტორის დაუღალავი შრომის შედეგად ყარყატმა პირველი სიტყვები თქვა და მადლობა გადაუხადა ბატონ ბიძინას გაწეული დახმარებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს სახალხო კონცერტები, სადაც მონაწილეობას იღებენ ყველასათვის საყვარელი შემსრულებლები, რომლებიც არიან ნიკო ნიკვაშვილი, ვახო ბოლისკირია, ნუცა აბუთიძე, ვანო ხახნელიძე და ცეზარ ვებხოძე და სხვა ცნობილი ადამიანები. საახალწლო კონცერტი ჩატარდა სოფელ მუხურაშიც, სადაც სამთავრობო მომღერლებმა 5 წლიანი განვითარების გეგმის ბიუჯეტი 3 სიმღერაში აიღეს და ისე დაუბრუნდნენ დედაქალაქს. მოგეხსენებათ საახალწლო კონცერტების ანაზღაურების თემაც. გარკვეულად სალაპარაკო თემა გახდა. ამიტომაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი მომღერლების ჰონორარი მიბული იყოს ელექტროენერგიის გადასახადზე. მაგალითად, დასუფთავება 5 ლარი, წყალი 5 ლარი, ელექტროენერგია 37 ლარი, ნუცა ბუზალაძე 14 ლარი. და ბოლოს გვინდა გავაკეთოთ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება. ასე ყოფნა უკვე შეუძლებელია. შეუძლებელია უკვე იმის ატანა, რაც ამ არხზე ხდება. შეუძლებელია უკვე იმის ატანა, რასაც ამ არხის დირექცია გვავალებს. ის უკადრებელი, რაც ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გვეკადრა. თვლით, რომ არ არის საკმარისი. ამიტომ ვტოვებთ ტელეკომპანია იმედს და გადავდივართ პოსტივიზე. შევხვდებით უფრო ობიექტურ და მორალისგან დაცლილ ტელესივრცეში. დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის. კარგად. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.